ვინ არის კარგი ადამიანი? დღეს ასეთ საკითხს განვიხილავთ. ზოგადად ყველა პოსტი თუ ვიდეო და პოდკასტის ყველა ეპიზოდი, რომელიც საჯაროდ მაქვს გაზიარებული, მოდის იქიდან, რომ დროთა განმავლობაში, კონსტატაციების განმავლობაში, როცა ერთი და იგივე საკითხებს ძალიან ბევრჯერ გავვილით და დავუღეჭავთ სხვა ადამიანებთან, მერე ესე საჯარო, ასე ვთქვათ, გამოცდილებაზე ბაზირებული რაღაცა ის იკვრება ხოლმე თემა, სასაუბრად, რომელიც შემიძლია მერე საჯაროდ გავაზიარო ხოლმე და შესაბამისად უფრო შეკრულად დავანახო ადამიანებს და ეს მეც მეხმარება, იმიტომ რომ შემდგომში ადამიანები რომ მოდიან კონსტატაციებს უკვე რაღაცა თემები გავლილი აქვს და მოსმენილი აქვს და უკვე აი ამ მოსმენილიდან გამომდინარე უფრო სწორ ფორმულირებას უკეთებენ თავიანთ კითხვებს და თავიანთ სურვილებს, რისი გარჩევა ცნოთ ხოლმე კონსულტაციებზე. ხო და რატო გადაწყდა ახლა რომ გამომეტანა ეს თემა? იმიტომ რომ წლების განმავლობაში ვაკვირდები იმას, რომ კონსულტაციების განმავლობაში აი ძალიან ხშირი შემთხვევაა, რომ ხანდახან ადამიანები საერთოდ არ მოდიან, იმიტომ რომ ჩემგან გაიგონ რაღაც ახალი, რაც პრინციპში ლოგიკურია, როცა ტაროლოგი ხარ და ასტროლოგი ხარ და კიდე რაღაცა მსგავს თემებში ხარ, რომ შენ უნდა მიაწოდო მათ რაღაც ინფორმაცია, რაზეც მათ უნდა იმუშაონ. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე ისე და არც თუ ისე იშვიათად, რომ ადამიანებს თვითონ უყვართ თავიანთ თავზე რაღაცების მოყოლა და რეალურად ვერ ირგებენ ბოლომდე იმ კონსულტაციას, რომელიც დანიშნული აქვს, იმიტომ რომ უფრო თავის ინტერესების გაზიარება უნდათ ხოლმე და ეს რო აღმოჩნდა ჩემთვის თავიდან ძალიან უცნაური იყო, რომ ანუ ადამიანი ფულს გიხდის, მოდის და თავის-თავზე გიყვება და ანუ რეალურად შენ იმას რომ მაგდანი არ ელაპარაკა, შენ შეგეძლო ძალიან ბევრი რამე გეთქვა. და ხშირად მქონია ეგეთი განცდა, რომ აი ვუყურებ ხოლმე ან მათ გაშლას, ან მათ ასტროლოგიურ უკას და იმდენი საინტერესო რაღაცის თქმა შემიძლია, მაგრამ რაღაცნაირად არ მიდის ხოლმე მაგამდე, ანუ თითქოს იმ მომენტში ლაპარაკი უფრო ჭირდებათ ხოლმე, რომ ისაუბრონ და შესაბამისად მეც რა თქმა უნდა მივყვები იმ დინებას, იმიტომ რომ ინტუიციურად მივყვები ყოველთვის იმ პროცესს, როგორც მიმდინარეობს ხოლმე თითოეული კონსულტაცია. ხო და მოკლედ ამ ფენომენს დავერქვი თავიდან კარგი გოგოს სინდრომი, მაგრამ თლად ამაში არ არის საქმე, ეს არის უფრო ღრმა საკითხი და ყველა ადამიანს, როდესაც მიდის მეორე ადამიანთან, არ აქვს მნიშვნელობა ეს კონსულტაცია იქნება თუ შეხვედრა იქნება თუ დაბადების დღეზე მიდის თუ ქორწილში თუ უბრალოდ რაღაც სამსახურში, აბსოლუტურად ყველა ადამიანს სჭირდება ვალიდაცია და პირველი რაც ადამიანს საბაზისოდ საჭიროებს მისი ფსიქიკა, ეს არის ვალიდაცია. და შესაბამისად ძალიან ადვილი გასაგებია, რომ რატომ შეიძლება ადამიანმა გადაიხადოს კონსულტაციაში ფული, სადაც შენგან უნდა მიიღოს ეს ინფორმაცია და მოდის და გესაუბრება თავის-თავზე, იმიტომ რომ მას სჭირდება ვალიდაცია. ეხლა რა შეშერეს კარგ ადამიანობასთან. ვალიდაციის დროს, როცა ხვდები, რომ დიალოგი მაგეთ მიდის ხოლმე, რომ ადამიანს სჭირდება ვალიდაცია, ძალიან ხშირად ასევე პირდაპირაც მეკითხებიან ხოლმე, რომ აი რაღაცა სიტუაციას მოყვებიან და აი მე ხო კარგად მოვიქეცი, მე ხო კარგი ადამიანი ვარ, მე ხო სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მე ხო მხოლოდ დადებითი და მხოლოდ სიკეთიდან და მხოლოდ თავგანწირვიდან გავაკეთე ეს ნაბიჯი და მივიღე ეს გადაწყვეტილება და მაშინ რატომ შემოbrunდა სიტუაცია ჩემთვის ცუდად, მე ხომ კარგი მინდოდა და ასე შემდეგ, ანუ შესაბამისად ადამიანებისვე განწყობა და პირდაპირ საუბრობენ, ხო, პირდაპირ ამბობენ ამ ფრაზებს, რომ აი მე ხომ კარგი ადამიანი, მე ხო ცუდი არაფერი არ გამიკეთებია და ხშირ შემთხვევაში ვხედავთ ხოლმე, რომ ადამიანს ანუ ფაქტურად შეიძლება მართლა ცხოვრება თავზე ენგრეოდეს რაღაც მისი გადაწყვეტილების გამო, ან თუნდაც იმის გამო, რომ რაღაცა არ აიღო პასუხისმგებლობა და არ გადაწყვიტა, ანუ არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რეალურად ადამიანის მონათხრობიდან ახლა რა თქმა უნდა მე მის მთელ ცხოვრებას არ ვიცნობ და არ ვიცი ბექგრაუნდში კიდე რა არის და რას არ ამბობს ადამიანი, მაგრამ ერთი შეხედვით აი თავგანწირული, გადაყოლილი, თუნდაც აი მაგალითად ძალიან ხშირად არის შემთხვევები ძალიან სამწუხარო ეს ამბავი, მაგრამ განსაკუთრებით ემიგრანტ ქალბატონებში დამფიქსირებია, რომლებიც დიდი ხანია წასულები არიან და ძალიან დიდი მსხვერპლი აქვთ გაღებული, თავის შვილები ყავთ, ოჯახები ყავთ დატოვებული და ძალიან ბევრ შრომობენ და მართლა გადაყოლილები არიან თავიანთ შვილებზე. ნუ უმრავლესობა ხა ყველა არის თუ არ ვიცი, მაგრამ ნუ უმრავლესობა ხო, იმიტომ რომ მაგისთვის მიდის ადამიანი, რომ თავის ოჯახს მიხედოს.
და შემდეგ გამოდის ხოლმე, რომ შვილები ამას არ აფასებენ და მადლიერებიც არ არიან ამისი და მერე ძალიან დიდ კიულს იღებენ ხოლმე მშობლები, რომელიც ძალიან დიდ მსხვერპლად, იმ მსხვერპლად, რომ შვილების გვერდით არ არიან, იღებენ კიდევ უმადურობას, რომ აი მე ხო ყველაფერი კარგი მინდოდა შვილებისთვის და მე ხო კარგი ადამიანი ვარ. მაგრამ ყველაფერი ეს მარტივად არ არის. თუ ზოგადად შევხედავთ ახლა ბევრ სხვადასხვა ეპიზოდებში საუბრობ იმაზე, რომ კარგი და ცუდი საერთოდ არ არსებობს და ეს ცალსახად რაღაცა კარგია და რაღაც ცუდი არ არსებობს. ყველა ადამიანი და ყველა მოვლენა არის რაღაცასთან მიმართებაში სწორი და სინქრონული. მაგრამ მოდი ახლა ვისაუბროთ ზოგადად ამ სინდრომზე, ანუ ამდენი შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ მინდა დაგანახოთ რა სიტუაცია არის ხოლმე, როცა ადამიანს თავისთავად გონია კარგი ადამიანი და მიდის ძალიან ბევრ მსხვერპლზე და სინამდვილეში რაღაცა შედეგი არ დგება. მატერიალური სამყარო არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ მიხვდეთ ცხოვრებაში სად ხარ სწორად და სად არ ხარ სწორად. და მატერიალურ სამყაროში, რასაც გპასუხობს სამყარო, რითიც გპასუხობს მატერიალურ სამყაროში, ზუსტად ის არის იმის ინდიკატორი, შენ რეალურად სწორედ მეკეცო თუ არა. ანუ მაგალითად მე თუ ძალიან გულით მინდოდა რომ ვიღაცას დავხმარებოდი, ხო? და დავეხმარე. ჩემი განზრახვა რომ ძალიან მინდოდა დავხმარებოდი არ არის საკმარისი იმისთვის რომ მე გავიგო რამდენად სწორედ მოვიქეცე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის შედეგი. აი ჩემ ერთმა მეგობრმა მომიყვა ერთხელ რომ მოკლედ ფუტკარი მყავდაო სახლში და თაფლის კილოს უტრიალებდაო და რაღაცა კეთილი განზრახვიდან გამომდინარე მოვხატეო თავიო და ნუ მეთქი შეჭამოსოთ ცოტაო ჩავიდე სვამ თაფლშიო რა ვიციო რა დაშავდებაო იდეაში კეთილი საქმე ჩაიდინა, მაგრამ მეორე დღეს აღმოაჩინა დამხრჩვალი სწორედ აი ამ თაფლში ეს ფუტკარი. შესაბამისად, რითი განისაზღვრება ახლა კარგი ადამიანობა? იმითი, რომ მან სიკეთე გააკეთა თავის ჭკუით, თუ იმითი რა შედეგიც დაიდო, ხო? რა თქმა უნდა, რეალურ მაჩვენებლებს ჩვენ გვაჩვენებს მატერიალური სამყარო და ის შედეგები, რაც იდება, ხო? ამ შემთხვევაში ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისთვის, რომ მივხვდეთ, რომ მარტო ჩვენი განზრახვა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ის შედეგი დაიდოს, რომელსაც ჩვენ ველოდებით ხოლმე. კარგი ადამიანი არის ადამიანი, რომელიც არ მოქმედებს იმპულსურად და ავტომატურად. იმიტომ რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში თუ ადამიანი არ არის ავტომატური და არ არის იმპულსური და მისი ქმედებები არის მოფიქრებული, გააზრებული და დამოუკიდებლად აქვს მიღებული გადაწყვეტილებები და ქმედებები განხორციელებული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ გავსაზღვროთ ადამიანი არის კარგი თუ არის ცუდი. თუ ადამიანი იქცევა ავტომატურად, რეფლექსურად, ინსტინქტურად, მაშინ იქ ჩვენ ვერ განსაზღვრავთ ადამიანი არის კარგი თუ ცუდი. ამ ეპიზოდს სანამ ჩავწერდი Instagram-ის შინაურულ საუბრებში დავწერე რომ მეთქი დამწერე თქვენი აზრი მეთქი ვინ არის თქვენთვის კარგი ადამიანი თქო და ნუ ძირითადად ახლა რასაც თვალი გადავავლე სტატისტიკურად იყო ნუ კეთილგანწყობილი პატიოსანი მშრომელი რომელიც არ მოგატყუებს არ გიღალატებს და ასევე ძალიან ხშირად იყო სიტყვა ემპათი ნახსენები ანუ ემპათი როგორც ადამიანი რომელსაც შეუძლია შენი ტკივილიც განიცადოს გულთან ახლოს მიიღოს და ეგოისტური მდგომარეობიდან არ მიიღებს გადაწყვეტილებას. ნუ ძირითადად ყველა ეს თვისება იყო ჩამოთვლილი, რომელიც კარგ ადამიანს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ პრობლემა რაშია? იმაში, რომ ადამიანი შეიძლება იყოს კეთილი, ოღონდ ინსტინქტურად და შეიძლება ემპათურიც იყოს ინსტინქტურად. და მოდი ახლა მაგას ჩაუღრმავდეთ, რას გულისხმობ მაგაში. მაგალითად, ემპათურობა ძალიან ხშირად გვერევა ხოლმე თანადამოკიდებულებაში. ეს არის ძალიან საინტერესო ფენომენი და თუ ამას კარგად დაუკვირდებით, შეიძლება თქვენი თავი ძალიან ბევრ რამეში გაშიფროთ, ან თქვენი ახლობლები. რა არის ემპათურობა და რა არის თანადამოკიდებულება? თანადამოკიდებულება ყალიბდება ტრამვის საფუძველზე, როდესაც ბავშვი იზრდება არადაცულ გარემოში, ნუ ეს არადაცული გარემო ხა დეტალებში არ ჩავალ, სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, ასევე შეიძლება სტანდარტულ ოჯახში იზრდებოდეს ბავშვი, მაგრამ თავად ქონდეს ძალიან ნატიფი ფსიქიკა და მისთვის უბრალოდ მეტი დაცულობა და მეტი სიყვარული და მეტი ზრუნვა ყოფილიყო საჭირო. და როდესაც ბავშვი თავის სახქმაში, თავის
თავის ბუნებრივ მოთხოვნილებებში იზრდება გარემოში, სადაც არ არის დაცული. ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიის დამახინჯებული განვითარება არის ის, რომ ის გამოვიდეს თანადამოკიდებული, რომელიც ძალიან გავს ემპათურ ადამიანს. რა არის თანადამოკიდებული ადამიანი? თანადამოკიდებული ადამიანი არის ადამიანი, რომელიც გრძნობს სხვა ადამიანის ხასიათს, მდგომარეობას, მას შეუძლია იგრძნოს მაგალითად სახში რომ მოდის მშობელი, თქვათ კარის გაღებაზე ან დაკაკუნებაზე იგრძნოს როგორ ხასიათზეა და რაიმე საფრთხე ხომ არ ელოდება, ანუ მას ხوار უყვირებენ, მას ხوار დასჯიან ან რამეზე ხوار მოსდობენ შარს. ეს არის თანადამოკიდებული ადამიანი, რომელიც იზრდება ასეთ მდგომარეობაში, ანუ მისი ფსიქიკა ასე ფორმირდება, რომ მას აქვს უნარი, რომ სხვა ადამიანებისგან გაიგოს, ანუ ენერგეტიკულად წაიკითხოს და იგრძნოს საშიშროება, რომ ეხა მას ვინმე ხوار ეჩხუბება, რამეს ხوار დაუზიანებს და შესაბამისად, თანადამოკიდებულება როგორც წესი კარგი გოგოს სინდრომთან ერთად ტანდემში არის ხოლმე, რაც მას ნიშნავს, რომ შემდგომში ეს ბავშვი, როდესაც გაიზრდება და ჩამოყალიბდება, მას იგივე დამოკიდებულება და ავტომატური რეაგირება ექნება, თუნდაც მერე საომალო თანამშრომელთან მიმართებაში, პირად პარტნიორთან, შვილთან და ეს შეიძლება ცხოვრების ბოლომდე კონდეს თანადამოკიდებულება და ეს ეკონოს, რომ არის ემპათია. ასევე თანადამოკიდებულ ადამიანს შჩევია ის, რომ ისინი ყოველთვის არიან ძალიან გადაყოლილები და ძალიან აი მსხვერპლს რო გაიღებენ, ესეთი ტიპაჟები არიან, ხო? ან თავის საქმეს გადადებენ, შენ გაგიკეთებენ, თავის ინტერესს დაიკიდებენ, შენ გადაყვებიან თავზე, მაგრამ ასევე მერე უჩნდებათ პრეტენზია, იმიტომ რომ ვაიმე მე რო აი ყველაფერი გავაკეთე, ყველაფერი გავწერე, ყველაფერი გავუკეთე და რაღაცა მერე ჩემი მადლიერი არც არავინ არ არის. იმიტომ რომ ეს არ არის ემპათია და ეს არ არის სწორი, ასე ვთქვათ, ქმედება, არამედ ეს არის თანადამოკიდებული ფსიქოლოგიური დაზიანება, რომელიც რეალურად არ არის სწორი. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, სიკეთეს როცა ვაკეთებთ, ეს სიკეთე მოდის გულიდან და ჩემი არჩევანია, თუ ეს სიკეთის ინსტინქტი მოდის იმიტომ, რომ მე რო ეს არ გავაკეთო, ქვეცნობიერად მე ველოდები საფრთხეს მეორე ადამიანისგან, ხო? მაგალითად მეგობარი მირეკავს და ის ასწრაფოდ ეხა მჯერდება შენი დახმარება. მაგრამ ეხლა მაგალითად მე ვსადილობ ჩემს ოჯახთან ერთად და ანუ ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი პირობითად ეხა აქ შეიძლება ვფიქროთ, რომ ჯანსაღი ფსიქიკა მასე ვისა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკრეტულად თანადამოკიდებულების საპირწონედ ჯანსაღ ფსიქიკას გულისხმობ, ეტყვის მეგობარს, რომ თუ რაღაც ძალიან სასწრაფო არ არის და მართლა არ კვდება ადამიანი, რომ ეხა იც რა ცოტა ხანში დაგირეკავ, ეხლა არ მცელია. და არც ზედმეტი ახსნა განმარტება რატო არ ცელია და ის რო სადილობს, ან ის რო ეხა რაღაც არ შეუძლია და თავის გამართლებას არ დაიწყებს. ანუ თავის გამართლება უფრო თანადამოკიდებულ ადამიანებს ჩვევიათ ხოლმე, რომლებსაც არ შეუძლიათ უარის თქმა და თუ უარი უნდა გითხრან ყველა ვარიანტში, მაშინ ძალიან ბევრი უნდა აგიხსნან, იმიტომ რომ არ გაუბრაზდეთ. იმიტომ რომ მათი მთავარი შიში, საიდანაც ეს თანადამოკიდებულება განვითარდა, არის ის, რომ მათ არ აქვს დაცული გარემო ბავშვობიდან და მათ ეშინიათ რეალურად, რომ ვინმე მათ არ მოედაოთ. ამის გამო თანადამოკიდებული ადამიანი თulis რომ ის არის ემპათი, იმიტომ რომ ემპათიურობასთან დაკავშირებით დღესდღეობით უფრო მეტი ინფორმაცია არის ინტერნეტში და სამყაროში და შეიძლება ინფორმაციის მოძიება და ავტომატურად გქონია რომ ვართ ემპათები, იმიტომ რომ ემპათსაც და თანადამოკიდებულსაც შეუძლია რომ განიცადოს სხვა ადამიანის მდგომარეობა. ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ ანუ ემპათს არ აქვს call to action-ი, ქართულად რომ ვთქვათ, ანუ ემპათმა, როდესაც იგრძნოს სხვა ადამიანის გაჭირვება, ანუ მას არ ამოძრავებს ის იმპულსი, რომ ეხა სასწრაფოდ გადავარდეს იმ ადამიანის მდგომარეობაში და თავის ცხოვრება დააპაუზოს და იმ ადამიანს დაუდგეს გვერდით. ანუ ემპათს ეს არ ახასიათებს, მაგრამ თანადამოკიდებულ ადამიანს ახასიათებს. ანუ ის გადადებს თავის რაღაცა საქმეს და დაუდგება სხვას გვერდით, იმიტომ რომ სხვის თვალში ის არ გამოჩნდეს ცუდი ადამიანი, იმიტომ რომ თუ იქნება ცუდი, მას ბავშვობიდან ახსოვს, რომ ამ შემთხვევაში ის მიიღებს სხვადასხვა სახის უარყოფით ქმედებას, ხო? ან მაგალითად შეიძლება იყოს სიტყვიერი შენიშვნა, ან იყოს ფიზიკური გასწორება, ან ასე შემდეგ. გააჩნია როგორ პირობებში არის ის გაზრდილი. ამიტომ
ემპათური ადამიანი, ოღონდ რომელსაც არ აქვს თანადამოკიდებულება, ხო, და კარგი გოგოს სინდრომით არ ცხოვრობს, ხო, მას არ აქვს სწრაფვა, რომ აუცილებლად, როცა სხვის გაჭირვებას იგრძნობს, ახლა იმას დაეხმაროს. და თანადამოკიდებულს ეს აქვს, იმიტომ რომ მან უნდა დაიწეროს კარგი გოგოს ქულები, იმიტომ რომ დღის ბოლოს მას არავინ არ უნდა გაუბრაზდეს და არავინ შენიშნა არ უნდა უთხრას და ასე ვთქვათ, კარგი ქულებისთვის მუშაობს მისი ფსიქიკა, რომ დღის ბოლოს ის იყოს კარგი ადამიანი და არავინ მოკლედ არაფერზე შარი არ მოსდოს მას. შესაბამისად, თუ ადამიანი არის თანადამოკიდებული და არა ემპათი, ორივე შეიძლება იყოს, ემპათიც იყოს და თანადამოკიდებულიც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აი ეს თანადამოკიდებულება უნდა ჩაიხსნას ხოლმე, იმიტომ რომ ემპათურობა არ არის დარღვევა, მაგრამ თანადამოკიდებულება არის დარღვევა და სანამ ადამიანი არის თანადამოკიდებული, მანამდე ის ვერ მიიღებს გააზრებულ გადაწყვეტილებებს და ის ყოველთვის იმოქმედებს იმპულსურად. ეხლა ეს უბრალოდ ერთი მაგალითი მოვიყვანე, იმიტომ რომ კომენტარებში ბევრმა ახსენა ემპათურობა და მინდოდა რომ ამ ჭრილით უფრო გამეშალა, რას ნიშნავს ტრამვირებული, გადაგვარებული ავტომატური ქმედება და რას ნიშნავს ქმედება, როდესაც ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას, მარტივად რომ თქვა. მოდი ავიღოთ ესეთი მაგალითი, ავიღოთ ჩვეულებრივი რობოტი, ხო? ანუ აი მაგალითად ავიღოთ მტვერსასრუტი, რომელიც არის რობოტი, ხო? ჩვეულებრივი რაღაცა რობოტია. შეგვიძლია თუ არა მტვერსასრუტზე ვთქვათ, არის თუ არა კარგი ადამიანი. რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ მტვერსასრუტი არის ავტომატური მოქმედების მანქანა, რომელიც არის დაპროგრამებული, რომ კონკრეტულად ეს საქმე შეასრულოს და შეგვიძლია უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს მტვერსასრუტი ან კარგად ასრულებს თავის საქმეს, ან კარგად არ ასრულებს თავის საქმეს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ის არის კარგი ან ცუდი ადამიანი, იმიტომ რომ ეს არ არის ადამიანი. არ აქვს მას თავისუფალი ნების არჩევანი. ზუსტად ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ შევაფასებთ კარგ ან ცუდ ადამიანად ადამიანს, რომელიც არის ავტომატური, რომელსაც აქვს ბევრი ტრავმა, რომელიც ქმედებს ავტომატურად და არ გააჩნია თავისუფალი ნების არჩევანი. სხვათა შორის ეს ისე მუშაობს, რომ ადამიანები ამას ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ ეს არის ქვეცნობიერი პროგრამები, რომელზეც ადამიანი თუ ცოტა გაცნობიერება არ აქვს, ან ვიღაცამ არ მიუთითა, ან რაღაცა თერაპიულ ამბავში არ მოხვდა და არ გაიგო ამ ინფორმაციის შესახებ, რა თქმა უნდა, ის ამას ვერ ხედავს. და შესაბამისად ყველაზე ხშირად ასეთი ადამიანები მოდიან ხოლმე და პასუხს ეძებენ, ან ხვდებიან, რომ რაღაცა არ არის სწორად, რაღაცა სამყარო არ პასუხობს მათ ადეკვატურად, ისინი ძალიან თავგანწირულები არიან ყველა დანარჩენის მიმართ და რატომღაც მათ ცხოვრებაში არაფერი არ ეწყობა. და ხშირ შემთხვევაში გონიათ, რომ რაღაცა ნეგატივი არის მათ გარშემო, ან ვიღაცამ რაღაცა გაუკეთა, ან დაწყევლა, ან რაღაცა მოკლედ საგვარეულოდან რამე ხო არ მოდის, ან ძირთად ასეთ ადგილებში ეძებენ ხოლმე პრობლემებს. თუმცა სინამდვილეში პრობლემა არის იმაში, რომ ადამიანი სანამ არ იქნება თავისუფალი და სანამ არის ხოლმე თანადამოკიდებული, ან უფრო ზოგადად რომ განვავრცოთ ეს თემა, ზოგადად ფსიქოლოგიურ ტრავმებში, შესაბამისად მისი ნებისმიერი ქმედება და გადაწყვეტილება არის მისი ტრავმებიდან გამომდინარე, რაც მას ნიშნავს, რომ ყველა მისი გადაწყვეტილება არის ავტომატური და შესაბამისად შედეგი და რეაგირება სამყაროს მხრიდან ამაზე ვერ იქნება ისეთი, როგორცაც ის ელოდება. თუმცა ადამიანები ამას ვერ ხვდებიან, რომ ავტომატურად ქმედებენ ხოლმე. შესაბამისად, ადამიანი შეგვიძლია შევაფასოთ, ის კარგია თუ ცუდია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არის ადამიანი და თუ ის არის განთავისუფლებული თავის ტრავმებისგან, ამაზე ნამუშევარი აქვს, თავის დარგსაიტებთან დამეგობრებული არის, ხოც შორის ზუსტად ამაზე არის ჩემი ვებინარების სეტი აგებული. არ ვიცი ამ ეპიზოდს როდის დავდებ და შეიძლება დამავიწყდეს და არ მიუთითო კომენტარებში კი არა დაახწერეს, ვისაც გაინტერესებთ, მაგრამ ვისაც გაინტერესებთ, მიაგნებთ მოკლედ. სწორედ ამაზეა, იმიტომ რომ ადამიანი სანამ არ განთავისუფლდება თავისი აჩრდილების, დაჩრდილული მხარის ინტეგრაცია სანამ არ მოხდება და სანამ არ განთავისუფლდება ტრავმებისგან, მანამდე ვერ ვიტყვით, რომ ის არის ადამიანი. ახლა ეს ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ თუ სუფთა ფუნქციურად შევხედავთ, სწორედ ასეა. იმიტომ რომ თუ მაგალითად ყავს ვიღაცა მეგობარი ახლობელი, რომელიც არის რაღაცა თავის ტრავმებში და ავტომატურ რეაგირებებში, ეს მას ნიშნავს, რომ
მე როგორც ადამიანი თუ ვხედავ ის რა ტრამვებშია და როგორ რეაგირებას, როგორ პასუხს მაძლევს თითოეულ ჩემს სიგნალზე, ხო? შესაბამისად მე შემიძლია საჩემოდ გამოვიყენო და ხშირ შემთხვევაში სწორედ ასე ხდება ხოლმე. სწორედ თანადამოკიდებულ ადამიანებს იყენებენ ყველაზე ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ადამიანის გამოყენება ძალიან მარტივია, რადგან მათ არ უნდა იგრძნონ თავი დამნაშავედ, არ უნდა მიიღონ შენიშვნა, უნდა იყვნენ კარგი გოგოები და ბიჭები, ამიტომ მათი манипуლირება ძალიან ადვილია. და ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს ადამიანები არიან გამოყენებულები და მე ეს პრობლემაც აქვს, იმიტომ რომ ამას ხვდებიან, რომ რაღაცა ყველა მიყენებს, მაგრამ თან არ შეუძლიათ სხვანაირად მოქცევა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ამ ტრამვით გაიზარდნენ, მთელი ცხოვრება ესე იციან, უკვე მათი იდენტობის ნაწილია და ანუ ძალიან უჭირთ იმის გაგება, რომ ჯერ შენ თავი უნდა დააყენო პირველ ადგილას და მერე უნდა დააყენო სხვები. ეს მას არ ნიშნავს, რომ შვილების გამო არ უნდა წახვიდე საზღვარგარეთ და არ უნდა იმუშაო, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ წახვედი და რომ იმუშავე და შენ შვილებს უკეთებ, შენ თავსაც უნდა გაუკეთო და არ უნდა შეაწირო შენი ცხოვრება და შეალიო შენი ცხოვრება ვიღაცა სხვებს. ეს პირველ რიგში არის ძალიან დიდი დარღვევა სამყაროში, იმიტომ რომ ჩვენ სამყარო და ღმერთი გვაძლევს ერთ ცხოვრებას ამ განსხეულებაში და ამ ვითარებაში და პირველი ვიზაც უნდა ვიზრუნოთ, ეს არის ჩვენი თავი და მხოლოდ შემდეგ მოდიან სხვა დანარჩენი ადამიანები. ეს ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით კარგად, ვერავიზე სხვაზე ვერ ვიზრუნებთ, ხო? ამიტომ ჩვენი თავის ესე შეწირვა და გადადება სწორედ თანადამოკიდებული და სხვა ფსიქოლოგიური ტრამვების მატარებელი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. მეორეს მხრივ, ისეთი ქვეყანა ვართ და ისეთი ბექგრაუნდი აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ ეს თავგანწირვა და თავდადება და რაღაცა გადაკლულობა და ტანჯვა და აი ეს ყველაფერი ძალიან მრავლად არის დაგროვებული ჩვენ საზოგადოებაში და აღიქმება, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია და თუნდაც ეს ქართველი დედის კულტი რომ არსებობს, რომელიც თავის შულს მართლა რაღაცა კუბოს კარამდე უნდა გაყვეს და ჩაყვეს და ყველაფერი გაუკეთოს და ეს ძალიან გადაზედმეტებულად გვაქვს, ხო, ასევე, იმიტომ რომ ეს ჩვენი ევოლუციის და ჩვენი ქვეყნის განვითარების თუ გადავავლებთ თვალს, რეები გვაქვს გამოვლილი, ძალიან ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი ასე იქნებოდა და ეს შედეგი დაიდებოდა, მაგრამ მე მგონი ბოლო დროს უკვე დრო არის იმისთვის, რომ უკვე მაგაშიც განთვითცნობიერდეთ ერი, რომ რაღაცები ცოტა გადაჭარბებულად გვაქვს, ვიცით და ის დრო აღარ არის, როცა ის ყველაფერი ხდებოდა, რის გამოც ეს და ეს დარღვევები განვითარდა და შეგვიძლია ამ ყველაფერზე უკვე ვიმუშაოთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ჯენზის თაობაზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი პოტენციალის მეტარებელი თაობაა და ტრამვები ნამდვილად არ ჭირდებათ, იმიტომ რომ ნებისმიერი ტრამვა არის შემაფერხებელი და პირველ რიგში ადამიანი უნდა განთავისუფლდეს თავისი ტრამვებისგან, იმისთვის რომ მერე თავისი პოტენციალი გამოიყენოს. სხვათა შორის ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენი პოტენციალი სწორედ იქ დევს, სადაც დატრამვული ვართ და პირდაპირ მნიშვნელობით ვერ ვიყენებთ, ხო, იმიტომ რომ თუ ზუსტად ეგ დამეტრამვა, რაც ჩემი პოტენციალია, შესაბამისად იმის რეალიზაციას ვერასდროს ვერ მოვახდენ და უნდა მოხდეს ჩრდილთან ინტეგრაცია. ასევე სხვათა შორის ხშირად მიდევნებია თვალი, რომ სულიერ განვითარებაშიც ეს თემა ძალიან ხელს უშლის ადამიანებს, იმიტომ რომ დაჟე პირიქით შემიძლია ვთქვა, რომ სულიერ განვითარება უფრო უმძაფრებს კიდეც ადამიანებს ამ მდგომარეობას, იმიტომ რომ სულიერ განვითარებაში გულისხმობ, როცა ადამიანი იწყებს რაღაცა პრაქტიკას ან მედიტაციას ან თვითდაკვირვებას ან იოგას ან რაღაცა პრაქტიკაში შედის, სადაც იწყებს თავის გარშემო სივრცისა და თავის გასუფთავებას და შესაბამისად, როდესაც იწყება ეს პროცესი, რა თქმა უნდა, სამყარო გვეხმარება, ხელს გვიწყობს იმაში, რომ მაქსიმალურად განთავისუფლდეთ ყველაფერი იმისგან, რაც არ გვჭირდება, მათ შორის ტრამვებისგან და იწყება ამ ტრამვების ამოსვლა და დატრიგერება და შესაბამისად ადამიანი კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდეს დროებით. ძალიან ხშირ შემთხვევაში, რომ ძალიან დიდი ხნითაც ჩერდებიან ხოლმე ადამიანები ამ ეტაპზე, სადაც ძალიან დიდი ხანი ბუქსაობენ ხოლმე, აი თითქოს ყველაფერს ავაკეთებ, მედიტირებ ისე, მაგრამ უფრო და უფრო ცუდად ვარ. რატო? იმიტომ რომ აი ეს ტრამვები სანამ არ დაიხილება და განიხილება და ანუ განიკურნება, ხო, მანამდე ძალიან უჭირს ეგოს კონკრეტულად იმ რაღაცებისგან განთავისუფლება, იმიტომ რომ მაგალითად ადამიანს თუ აქვს კარგი გოგოს სინდრომი, ეს უკვე მისი იდენტობაა, შეიძლება
შეიძლება ცნობიერად მესმის, რომ მე ხა კარგი გოგოს სინდრომი მაქვს და იმიტომ ვერ ვეუნები უარს ვიღაცას, მაგრამ ქვეცნობიერს ეს არ ესმის და თუ ქვეცნობიერში რაც არის გაწერილი იმის საპირისპირო მოქმედებას აკეთებ, უკვე შინაგანად ინგრევი არ არის იმის შესაბამისი. ან უარეს შემთხვევა არის, როცა ვერ გადაუხევ საერთოდ ქვეცნობიერში, რაც არის დალექილი. ან ერთხელ ცდი და მეორეჯერ არ გამოგივა. ამიტომ ეს არის უპირველესი გზა ტრამვებისგან განთავისუფლება, რომელსაც მოყვება პიროვნების ნგრევა, იმიტომ რომ გაჩნია რა ასაკში იწყებს ხო ადამიანი, იმიტომ რომ რაც უფრო დიდ ასაკში ადამიანი, მის ნეირონული სისტემა უფრო ნაკლებად პლასტიურია და შესაბამისად მეტად უჭირს გარკვეული ცვლილებების მოხდენა და შესაბამისად მანდ უკვე რო ხვდები, რომ მთელი ის პიროვნება, რომელსაც შენ მანამდე იცნობდი, თურმე მხოლოდ ტრამვების ბუკეტია და შენ იქ არსად არიყავი როგორც ავთენტური მე, ანუ აი ამის ტრანსფორმაცია და ამ ყველაფრის ნგრევა არის ძალიან რთული პროცესი. თუმცა თუ ისევ და ისევ ამ კითხვას დავსვამთ, რომ ვინ არის კარგი და ცუდი ადამიანი და ზოგადად ადამიანი, ხო? ეს არის ადამიანი, რომელიც განთავისუფლდა ამ ბექგრაუნდისგან, დატოვა ეს ტრამვები და მას უკვე ეძლევა უფლება და საშუალება უფრო სწორედ, რომ თავისი გადაწყვეტილებები მიიღოს ძალიან თამამად და არ იყოს დამოკიდებული თავის ტრამვებზე, რომელიც ავტომატურად იღებდნენ გადაწყვეტილებებს მის მაგივრად. თუმცა სოციუმში და საზოგადოებაში აბსოლუტურად პირიქით არის უმრავლეს შემთხვევაში აღქმადი, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის კარგი გოგოს სინდრომით, მაგალითად და არის თანადამოკიდებული, ეს ადამიანი შეიძლება გამოვლენებაში იყოს უკეთილშობილესი, უცხო ადამიანს ყველაფერი გაუკეთოს თავზე გადაყვეს, იყოს სუპერ ძალიან ესეთი nice და ძალიან კეთილი და მოსიყვარულე და სიტყვებითაც და საქმითაც და ისეც და ასეც, მაგრამ რეალურად ეს იქნება ტრავმა. ხოლო ადამიანები, რომელსაც არ აქვს ტრავმები, ისინი პირიქით შეიძლება უფრო უხეშები მოგეჩვენონ და ადამიანი რომელიც გეუბნებათ, რომ თქვათ რაღაც სათხოვარი რო გაქვთ და გეუბნებათ, რომ ეხა შემთხვევით სამცალია და მოდი ზეიქ დამირეკე, აი ესეთი ადამიანი არის ხშირ შემთხვევაში უფრო ნაკლებად ტრამვირებული ადამიანი. ნუ რა თქმა უნდა, იმას არ გამორიცხავ, რომ შეიძლება უბრალოდ ფეხებზე კიდია და თქვენი მოშორება, უნდა ყველაფერი არსებობს, მაგრამ უხეშ მაგალითებით რომ ვისაუბრო, ასეთი ადამიანი უფრო არის თავის ტრამვებისგან განთავისუფლებული, ვიდრე ის, რომ როდესაც სადილობს დააგდებს თეფშზე თავის საჭმელს და გამოვარდება თქვენს დასახმარებლად, როგორი ახლობელიც არ უნდა იყოთ. რა თქმა უნდა, აქაც ახლა მოდი პირდაპირ ნუ აღვქვამთ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მაგალითები მომყავს და ყველა მაგალითზე შეიძლება საპირწონე მაგალითის მოყვანა და ჩვენ თვითონ რაციონალურად უნდა ვიაზროთ და განსაზღვროთ სიტუაცია, იმიტომ რომ მართლა ახლა მეგობარი თუ იწვის, რა თქმა უნდა დააგდო და უნდა გავარდე და უნდა დაეხმარო. მაგრამ გულისხმობ უფრო საშუალო სირთულის кейსებზე, სადაც არ არის თავგანწირვა მაინც და მაინც საჭირო და თუ შენ დღის წესრიგში არ შედიოდა, რომ ხა დღეს რაღაცა გააკეთო და შენი პირადი საქმე გაქვს და შენ ოჯახს ჭირდები, არ უნდა გაწირო შენი პირადი რაღაც ცხოვრება და შენი ოჯახი სხვა ადამიანის რაღაცა თემის გამო. და ძალიან ხშირად სწორედ საზოგადოებაში ისეთ ადამიანებზე ამბობენ, რომ ვაიმე რა კეთილია და როგორი კარგი ადამიანია და მოკლედ ასე ვთქვათ თვალებში ძალიან ნაცარივით გვეყრება ხოლმე ეს განსაკუთრებით კეთილშობილი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არიან ტრავმირებულები და სხვანაირად ქმედება არ შეუძლიათ. არ შეუძლიათ რომ არ დაგეხმარონ, არ შეუძლიათ რომ თავზე არ გადაყვნენ, არ შეუძლიათ რომ რაღაც არ გაგიკეთონ, როცა გჭირდება, მაგრამ სამაგიეროდ მერე განსჯიან, რომ აი მე თავზე გადავყავი და იმან კიდე არც კი დამიფასა. იმიტომ რომ ასეთი ადამიანები, რადგან თვითონ არიან ძალიან ტრავმირებულები და თვითონ არიან ეს თანადამოკიდებულები, ხო? მერე აქეთაც ელოდებიან, რომ თქვენც იგივენაირი თანადამოკიდებული და ტრავმირებული იქნებით და აქედან გამომდინარე ზუსტად იგივენაირად მოიქცევით და თქვენც მერე გაიქცევით იმ ადამიანის დასახმარებლად, როცა მას დაჭირდება. ხო და რეალურად კომენტარებში რაც იწერებ და სხვა შორის ვისაც გინდათ კიდევ რაღაცეების გაზიარება, ჩემგან რასაც საჯაროდ არ ვაზიარებ ხოლმე, გეპატიჟებით ჩემთან ინსტაგრამზე შინაურულ საუბრების ჩატში, სადაც რაღაცებს გიზიარებთ ხოლმე, რაც ესე საჯაროდ არ იდება ხოლმე ჩემს არხებზე. ხო და იმ ჯგუფში რეალურად რაც დაიწერა, რომ ადამიანი უნდა იყოს კეთილშობილი და უნდა იყოს კეთილი და ემპათი და პატიოსანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ყველა ვერსია აბსოლუტურად არის სწორი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არის დამოუკიდებელი ადამიანი და ის არ რეაგირებს ავტომატურად, არამედ ის არის ტრავმებისგან განთავისუფლებული და შეუძლია რომ დამოუკიდებლად მიიღოს
გადაწყვეტილება. ანუ აი იმ მომენტში, როცა რაღაცა ხდება, ზუსტად იმ მომენტში დაფიქრდეს და მიიღოს გადაწყვეტილება და არ იმოქმედოს იქიდან, რომ აუ ეხა მე რო ეს არ გავაკეთო, ცუდ მტეხავს ან ცუდად გამოჩნდება, მაგრამ ამას ადამიანები ვერ ხვდებიან, როგორც თქვი, ეს ქვეცნობიერი პროგრამები არის, რომელსაც ჭირდება საკუთარ თავზე დაკვირვება და საკუთარ თავში აღმოჩენა ამ პატერნების. თუმცა ამაზე თანადამოკიდებულ ადამიანებს ძალიან დიდი პროტესტი აქვთ ხოლმე და თუ ვინმეს ახლა გატრიგერებთ ეს რაც ვისაუბრეთ აქამდე მისვინეთ, მაშინ კარგია თუ დაფიქრდებით და კიდევ უფრო ჩაუღრმავდებით ამ თემას, იმიტომ რომ დატრიგერება თუ ეს გატრიგერებს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შეიძლება იყო თანადამოკიდებული ან რაიმე სხვა სახის ტრამვული გამოცდილება ქონდეს ბექგრაუნდში, რომელსაც ჭირდება დამუშავება. ზოგადად ადამიანები ყოველთვის იქეთკენ მივისწრაფით და ისეთი გარემოებებისკენ, ურთიერთობებისკენ და ასე შემდეგ, რომელიც ჩვენს ბავშვობის გეშტალტებს დახურავს, ხო? ანუ იმ არა განკურნებულ ტრამვებს წამოგვიყენებს და ისევ წამოატივტივებს, რომ საშუალება მოგვეცეს, რომ დავხუროთ. ამიტომ თუ ეს ყველაფერი რაც ახლა ვთქვი ადამიანებს ატრიგერებთ და ვისაც ატრიგერებს, ესე იგი ამ თემაზე ნამდვილად სამუშაო აქვს. და ეს იქნება პირველი, ასე ვთქვათ, ნიშანი, რომ ნამდვილად შეიძლება ეს იჯდეს თქვენში. რაც შეეხება ქვეცნობიერის პროგრამებს, ისინი იმდანაც, ანუ ქვეცნობიერი მაგიტომაც ქვია, რომ არ არის გაცნობიერებული და მაგიტომაც ვერ ხვდებით და ვერ ვაცნობიერებთ, ხო? თუ ადამიანს მართლა არ უმუშავია საკუთარ თავზე ან თერაპიაში არ არის ან რაღაცა სხვა თემაში, რაც ეხმარება ამის გასარკვევად. ხო და შესაბამისად ეს იმდანაც ღრმა არის, რომ ძალიან ხშირად თვითონ ადამიანებმა არ ვიცით ჩვენში რამხელა დალექილი სამყარო არის, ქვეცნობიერში რა გვაქვს დალექილი და რასთან შეიძლება მოგვიწიოს შეჯახება. ამიტომ სანამ იქ არ ჩავალთ და მაგას არ დავინახავთ ან რაღაცა ტექნიკით მაგასთან შეხება არ გვექნება, მანამდე ძალიან ადვილია მაგის თქმა, რომ აი მე არაფერი არ მჭირს და მე უბრალოდ კეთილი ვარ და კარგი გოგო ვარ და კარგი ადამიანი ვარ, ყოველთვის იკეთებ მაგ ნათესი. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ამას ყოველთვის მატერიალური სამყარო გვაჩვენებს, ხო? თუ მართლა გაქვს იკეთე ნათესი და არა ავტომატურად, არამედ შენი პირადი გადაწყვეტილებით, ხო? მაშინ ამ ყველაფერს ექნება სხვა შედეგი და სხვა რეაგირება სამყაროს მხრიდან. ხოლო თუ ტრამვებით რეაგირებდი, მაშინ ეს რა თქმა უნდა არაფერს კარგს არ მოიტანს, ხო, სამყაროში. ანუ რეალურად კარგი ადამიანი, ახლა შეიძლება ეს ფრაზა ძალიან უხეშად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვინც მაგ ეტაპზე ხართ, ისინი მიხვდებით, რომ რეალურად კარგი ადამიანი არის ადამიანი, რომელიც დგას კონკრეტული რაღაცა გამოწვევის წინაშე. აი მაგალითად მეგობარს რაღაცა უჭირს და ამ გამოწვევის წინაშე დგას დაეხმაროს თუ არა მას. და რეალურად ეს ადამიანი გრძნობს იმას, რომ აიხლა შეუძლია აი მეგობარს ცხოვრება წაუშენოს თავის დახმარებით და ასევე იგივენაირად ხედავს თავის თავში იმ ძალაუფლებას, რომ შეუძლია ცხოვრებას დაუნგრიოს თავის მეგობარს. და ეს არ არის ცუდი და კარგის მაჩვენებელი, რომ ადამიანი თავის თავში გრძნობს იმ თავის ნეგატიურ მხარესა და შესაძლებლობებს და ასე ვთქვათ, ფარულ და დემონურ მხარეებს, რომლითაც შეუძლია სხვა ადამიანიან რაღაც სიტუაციები ძალიან დააზარალოს, ანუ პირიქით, შენივე გაცნობიერებული ბნელი მხარე ძალიან დიდი ძალაა, ხო? და ნამდვილად კარგი ადამიანი არის ადამიანი, რომელიც დგას გარკვეული გამოწვევის წინაშე და ხვდება, რომ აი ხა ამ გამოწვევაში შეუძლია შეასრულოს ძალიან კარგი როლი და დაეხმაროს ადამიანს ან რაღაც სიტუაციაში გამართოს რაღაცა ან დაღუპოს სიტუაცია და ადამიანი. აი ამას ძალიან ცხადად ხედავს ამ შესაძლებლობებს, ხედავს, რომ თავის თავში ეს ნაწილიც არსებობს, რომელსაც გადარჩენა შეუძლია, ის ნაწილიც არსებობს, რომელსაც დაღუპვაც შეუძლია და აბსოლუტურად გააზრებულად და არა ავტომატურად აკეთებს არჩევანს, რომ მას უნდა რომ რეალურად კარგი როლი ითამაშოს ამ სიტუაციაში. ნუ როლს იმიტომ ვამბობ, რომ ყველა ადამიანი მეტრულ განსხვავებაში რაღაცა როლებს თამაშობთ, ხო, რეალურად ჩვენ არც ერთი არ ვართ რა როლიც არ უნდა ვითამაშოთ. და მეორე მხრივ ხო მაგალითად ავიღოთ სიტუაცია, სადაც პირიქით ხო მტერია გასანადგურებელი და შენ თავში ხედავ სწორედ იმ ნაწილს, რომელიც ძალიან კარგია და ამ მტერს არ გაანადგურებს და ხედავ იმ დემონურ მხარეს, რომელსაც შეუძლია რომ გაანადგუროს. თქვათ ეს მტერი თქვენ ოჯახზე რაღაცნაირად ემუქრება. ანუ შესაბამისად ეს ბნელი და დემონური მხარეც საჭიროა ხო, რომ შეძლოთ და მტერი გაანადგუროთ და ამიტომ რეალურად კარგი ადამიანი და ცუდი ადამიანი განისაზღვრება და შეგვიძლია
მხოლოდ ვისაუბროთ კარგია თუ ცუდი ადამიანი, როცა ის არის სრულქმნილი. სრულქმნილში გულისხმობ, როცა ადამიანი თავის თავში არის გამთლიანებული თავის განდევნილ მხარეებთან და ხედავს თავის თავში როგორც კარგს, ისევე ცუდს. სხვა ეპიზოდებში მე ნასაუბრებ მაგ სულიერი განვითარების ეტაპებზე და ერთ-ერთი ეტაპი არის ის, როდესაც რაც უფრო წინ მიდის ადამიანის სულიერებაში, იგივე მინუს ტალღებზე ექცევა. იმიტომ რომ განვითარება არის კოორდინატთა ღერძისავით, ანუ არის ნულის წერტილი, მარჯვნივ არის პლუსები და მარცხნივ არის მინუსები. შესაბამისად, მე თუ დავიწყე პირობითად ნულიდან განვითარება და მივდივარ ძლევით პლუსებისკენ, როგორც კი პლუს 1-ს შევიცნობ, უნდა შევიცნო -1. როცა შევიცნო +10-ს, უნდა შევიცნო -10. სწორედ ეს არის განვითარება პოლუსებში, გამთლიანება და არა მხოლოდ ის, რომ ჩემი კარგი მხარეები წამოვწიო წინ. იმიტომ რომ ადამიანი სანამ სულიერ განვითარებას იწყებს, მაშინ მარტო კარგ რაღაცებს ხედავს თავის თავში და როცა სულიერ განვითარებას იწყებს, მერე ხედავს, რომ თურმე ბნელიც რამდენი მქონია. მერე სხვებშიც ხედავს, რომ ბნელი თურმე რამდენი ადამიანებში, მერე იმეცნებს, რომ თვითონ სამყაროს პოლარობა არის ესეთი და ბნელი და ნათელი არსებობს და უკვე აღარ განსჯის მერე ამ სიტუაციას და თავისუფლად შეუძლია ეს მიიღოს. ამიტომ რო შევაჯამო, მოკლედ ეს ყველაფერი, რასაც მინდოდა საუბარი, მინდოდა იქამდე მისვლა, რომ მარტო ქმედებებით არ უნდა განსაზღვროთ ადამიანი როგორია. მე პირადად ძალიან არ ვენდობი ადამიანებს, რომელიც არ არიან სრულქმნილები თავიანთ თავში და არ აქვთ გავლილი ეს თავიანთი ბნელი მხარეების შემოერთება. ბნელი არა, უბრალოდ განდევნილი, ხო? არ წარმოიდგინოთ რაღაცა ბნელი და საშინელება, უბრალოდ განდევნილი, რომლის განდევნაც მოხდა ბავშვობაში რაღაცა ასაკში, ხო? არ ვენდობი, იმიტომ რომ მათი რეაგირება ყოველთვის იქნება იმპულსური და მხოლოდ ის ადამიანს შეუძლია, რომ რეალური ქმედება განახორციელოს, თუნდაც ნეგატიური ან პოზიტიური, რომელიც თავის თავში სრულქმნილია და თავის თავში მინუს პოლუსებით დანახული აქვს და გავლილი აქვს, შეერთებული აქვს და მიღებული აქვს ეს ყველაფერი როგორც საკუთარ თავში, შემდეგ ასევე სხვებში. ძალიან კარგი იქნება თუ ადამიანების ქმედებების უკან, როგორც არ უნდა იყოს ის ნეგატიური თუ პოზიტიური, უბრალოდ დაინახავთ იმ ჯაჭვს, იმ patterns, რომელიც მოქმედებს მათ ფსიქიკაში, რის გამოც ისინი რაღაცებს აკეთებენ. და სწორედ მანდ მიხვდებით ადამიანი, რომელი ალგორითმიდან გამომდინარე, ქმედებს ისე როგორც ქმედებს. ეს ალგორითმი რამდენად ჯანსაღია მისი ფსიქიკისთვის და ორგანული თუ არ არის ჯანსაღი და არის გადაკვარებული და მე შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნები რეალურად ეს ადამიანი როგორია. ზოგადად კარგი ადამიანი, აი მართლა იმ ყველა გაგებით და ასპექტით, რაც ახლა ამ ეპიზოდში ჩავშალე ხა, არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი ცუდიც ნახა, ძალიან ბევრი სამუშაოები გაიარა საკუთარი დემონებთან და მიიღო ისინი და ინტეგრირდა და ძალიან ბევრი რაღაცა სირთულეც ჰქონდა, ხშირად გულიც ატკინეს, ძალიან ხშირადაც დააზიანეს და ცუდათაც მოექცნენ და თავის თავთან ინტეგრაციის შემდეგ ადამიანმა აირჩია. ანუ თავისი გადაწყვეტილებითა და ნებით აირჩია, რომ ის იყოს კარგი ადამიანი და არა ცუდი ადამიანი. იმიტომ რომ თუ ტრავმული ფონი არის, ადამიანს არჩევანი არ აქვს. ან შეიძლება ტრავმების ფონზე იყოს ის ერთი შეხედვით კარგი ადამიანი. ანუ თანადამოკიდებული, ხო? მას არჩევანი არ ქონია. და როცა ადამიანი თავად იღებს ამ არჩევანს, რომ მე ეს გავიარე, ეს ვნახე, ამან მიღალა და ის ისე მომექცა, ეს ესე იყო, ეს ასე იყო, დავჯექი, ვიმუშავე ტრავმებთან, მივხვდი, ჩემი დემონები დავინახე, მივიღე, შევიყვარე, მათ შორის სხვა ადამიანებშიც და მე გადავწყვიტე, რომ აი ამ ყველაფრის მერე მე ვიქნები კარგი ადამიანი და მოვიქცევი სწორად, მორალურად, სამართლიანად და ასე შემდეგ. აი ეს არის კარგი ადამიანი. სხვა შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც გადაწყვიტოს ადამიანმა, რომ გაბოროტდეს მაგ ყველაფერზე და თქვას, რომ არა, მოდი მე ვიქნები ბოროტი ადამიანი და ახლა სამაგეროს გადავხდი ყველას და ესეც იქნება უფრო მართალი პოზიცია, ვიდრე ავტომატური რეაგირება. იმიტომ რომ ავტომატური რეაგირების მდგომარეობაში ადამიანს ვერ განვიხილავთ, იმიტომ რომ ის ავტომატურად მოქმედებს. აი როგორც მაგალითად პულტი რომ მივშრო ტელევიზორს და ჩართვის ღილაკს დავაჭრო და ის ჩაირთვება, ესე ავტომატურად რეაგირებს ადამიანი, როცა ის არის ტრავმებში. ამიტომ ტრავმებში მყოფ ადამიანზე ვერ ვიტყვით კარგია თუ ცუდი, მიხედვით რომ შეიძლება ძალიან კარგ რაღაცებს აკეთებდეს, მაგრამ ყოველთვის მატერიალურ სამყაროში დაინახავს უკუგება რა იქნება. თუ სწორი უკუგება, ანუ დამაკმაყოფილებელი მისთვის, ესე იგი
ნამდვილად სრულქმნილი ადამიანის ქმედებებია, ხოლო თუ ტრავმებით ოპერირებს და ამიტომ იქცევა კარგად, მაშინ ვერასდროს ვერ მიიღებს იმ ვალიდაციას და იმ თუნდაც მატერიალურ რაღაცა ბენეფიტებს, რისი მოლოდინებიც მას ექნება.